აი ხო პერსონაჟი ყავს, აი ეს რაღაცა სასწაული, არ ვიცი, როგორი შეგრძნებები გამიჩინა. ჩემი არა ჰომოფობობის, არ ვარ მე ჰომოფობი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ აი ვუყურებდი. ხო. და აი შემზარა რა. აი, არ გადავები. მართლა ესეთი რატომ მეგადავები? არ მეგადავები, ესეთი ტიპი შენ ძალიან ძნელია შენი შეზარვა. აი შემზარა. ძალიან შემზარა თან ოღონდ რა, იმიტომ რომ რაღაცის კოლაბორაცია იყო, რაღაცა მიშას ფეტიშების და რაღაცა ჩერგოლიიშვილის ვარდისფერი, აი რაღაც აი ესეთი ნაზავი არის მე. შენ ამინდა იცი გითხრა. აი პირველად გეუნები ხა. ესე იგი, არა, მაყურებელს უნდა უთხრა რა. მოკლედ, აი გითხრათ ხა. ლიზა. ნუ ეგეთი მე არაფერი არ მინახია რა. აი რაღაცას ვიდეის დონეზე რომ ვეუბნები რომ ლიზა მეთქი აი ეს ხო არ გავაკეთოთ რაღაცას ჩაუგდებ და მერე ვეურეკავ და აღარ იღებს ტელეფონს მეთქი რა ხდება ლიზას არ დაიკარგე ეგრევე გაკეთებულია აი მეუბნება არა ლიზა ესე არ უნდა იყოს ერთი 100 რაკეთებს ერთი საწელკია ძალიან წელკი პეპი ის პატარა პეპი არის ლიზა დამანები თავი დაელოდე და მერე გავაკეთოთ ერთად ძალიან არის უმფროსო როგორც ბრძანა ეგრე აი ეხა შენი შეძარავი ამბავი მინდა გავუშვათ შემოუშვათ ის პერსონაჟი ნახოთ და აი ბოლოს ნახოთ შენი ნახოთ აი შენი კომენტი შენი აზრი მაინტერესებს ხო კაი ჩემი აზრი ბოლოში იქნება ბოლოში ნუ გეშიდია შენ ვიდი გავუშვათ აბა ეს შეძარავი კაცი აუთფიტის ინსპირაცია იყო ის რომ ფეხაცმელი გამეხა და მეთქი რაღაცა შევიკრათ ხო რა ფასტოხები მაქვს ძალიან დიდი კოლექცია ერთი ანუ უამრავი შევიკარი ფეხზე და მეთქი კიდე მინდა თქო სადმე თქო და გავიკეთე ყველგან და დავმატებ თები მე ეს შეგასაკეთებელ და მთლიან რაც გამოვიდა ხედავთ ხო და ფრთები მინდა კიდევ ფრთები მინდა დავეუფლო სივრცეს ნიკორწმინდა რაც შეეხება გასტუკებს მიშა ყიჭავს მაგრად მიშას მიუტადე გასტუკები ჩაგიყიჭავს ოქროთ რა შენ იღათავე ჯოდასენს გეთახმები, ორი ხელი ამიწევია რა შემზარავია რა. ამას რო ეხა კაცი უყურებს. ნუ არანორმალურობაა, ნაღდად. რამდენი გალსტუკი ეკეთე კაბასავით რა იყო ეს? სადიშოა რამდენი გალსტუკები? ჯერ მარტო, ა? ეს არის მე მგონი რა იცი, აი თვით გამოხატვის ფორმები. აი ხვდები რა დონეზე ციდუხჭირია. ეს ხო ხვდებით ახლა რა სასტავია ხო? ეს სასტავია რომელიც რუსთაველიდან ახლა ოპენიერზე აბარგდა, სანამ ეს ისე ისე ჩაბარგდება რუსთაველს. თვით გამოხატვის ფორმებზე მაქვს საუბარი, ანუ ტიპი თავის თავს ასეთად ხედავს. ხო. და აი ეს აწყობს ამ ქვეყანაში იმას რევოლუციას, ანუ გესმის რაშია პრობლემა? ხო. გესმის რაშია პრობლემა? ქალებოდა უწინ ასეთებს აბამდნენ. ზულებით მკურნალობაზე უშვებდნენ. აი, სვეჩი ხა ეს როავლიპეს ენახა. არა, ნუ მითხარი. აი ეს ტიპი მოდის ოპენიერზე დაავლიპე მოსეირდებს ხო? და დაინახე ეს ტიპი. აი მითხარი რა იქნება რა. სიგიჟეა. სიგიჟეა მაგავიდა. დედა. რა კაცია. შეკიდე მეუბნებოდი არ არის შემზარავი. შემზარავი აბა რა არის ხა? ახალგაზრდა კაცია ხო? პლუს გენეტიკით არის ქართველი ხო? აი ქართველი კაცი რო აი ესეთ მდგომარეობაში არის ჩაცვენილი. არ ვიცით, ეგ არ ვიცით, გენეტიკით ქართველი თუ არ არის ქართველი. საქართველოში მცხოვრები ქართველად მეტყველებს ადამიანი. გენეტიკას ნუ ეხები. კი, მოკლედ, მაგრამ ნახე რას ვიძახიან. ასეთ დღეში რო არის. ეგ გულდასაწყვეტი არ არის ყველაფერთან ერთად და შემზარავი? კი რა, სომხური აი 0.0001%-იც კი მენანება მე ქართველი, აი ესეთი ყოფილი. გეთახმები, მაგრამ რა გავაკეთოთ, აბა? არაფერი, აი რასაც ვაკეთებ, ის უნდა გავაკეთო. ხო რა, არ ვიცი რა. მე მინდა ქართველს რომ უყვარდეს ქართველი. მე მინდა ხვალდილა გათენდეს ნათელი ლიზა. აი ზუსტად. დიახ, რა ვქნა, როგორ გაუძლო ხალხს და უნდა ვაჩვენოთ. არა, it's not cool. ეს არ არის კარგი პონტი რა. ძალიან ცუდი პონტია. მაგას ვიცი. ხო და როგორ გაუძლო და გულ სიყვარულო